ვართ თუ არა კოლხები, ქართველები და რა კავშირი აქვს თუბალისა და მესეხს ჩვენ ბიბლიურ წინაპრებს თბილისთან და მცხეთასთან. წარმოიდგინეთ გენეტიკური და კულტურული რუკა, რომელიც არ ცნობს თანამედროვე პოლიტიკურ საზღვრებს და რომლის მთავარი ღერძი ხმელთაშუა ზღვის აუზსა, ანატოლიასა და მესოპოტამიას აკავშირებს კავკასიის ქედთან. ჩვენ არ ვართ უბრალო პატარა ლოკალური ეთნოსი. ჩვენ ვართ იმ უძველესი მოდგმის პირდაპირი მემკვიდრეები, რომელთა ბიოლოგიურმა კოდმა, კერძოდ G და L ჰაპლოჯგუფებმა საფუძველი ჩაუყარა დასავლეთ ევროპის, ანატოლიისა თუ ეგეოსის ზღვისპირეთის უდიდეს ცივილიზაციებს. ბიბლიური თუბალისა და მესეხის შთამომავლები, ტიბარენები, იგივე იბერიელები, კოლხები, სვანები, მესხები და ქალდეველები, იგივე ხალიბები წარმოადგენენ იმავე გრანდიოზული ხის ტოტებს, რომლის ფესვებიც ჰათებიდან დაიწყო. ჰათი, ჰალთი, ჰალდი, ხალდი, კალხი, ქალდი, ქართი, ქარდი, ართი, ერთი. ანატოლიის უძველესი მოსახლეობის ჰალთების სახელიდან წარმოიშვა სიტყვა ჰართი, რაც კოლხურად ერთს ნიშნავს. ართი. საოცარია, რომ თავად კოლხი საკუთარ ენაში დღესაც პირდაპირ აღიარებს ამ ერთობას. მისთვის ჰართი არის როგორც ერთი, ხოლო ქ არის ქვეყნის, სამშობლოს, ყოფნის, ცხოვრების აღმნიშვნელი სიტყვა. რომ გავიაზროთ, ქ ართი არის ქივანა ართი. ის არის საწყისი ქართობისა, ქ ართობა, ქ ერთობა, რაც სისხლის მიერ და იდეურ მთლიანობას გამოხატავს. სხვათა შორის ამავე სიტყვების გავლენა აღმართი, დაღმართი. შავი ზღვის სამხრეთით მცხოვრები მებრძოლი კასკები, რომლებიც ჰათების ერთ-ერთი შთამომავალი ტომი იყო, მოგვიანებით იქცა ძლიერ კოლხეთად. თავად კასკების დედაქალაქს ერქვა ხორთუ, დღევანდელი ორდუ თურქეთის ტერიტორიაზე. ანალოგიურად იბერიგიის, იგივე ფრიგიის, რომელიც ასევე ჰათების შთამომავალი ტომია, ჰქონდა დედაქალაქი სახელად გორდიონი, იგივე ქორთიონი, ანუ ქართის ქალაქი. უანი ნიშნავს ქალაქს. ჰიბერნებიდან ფრიგიელებამდე და ფრიგიელებიდან იბერიელებამდე ეს ყველაფერი ერთიანი ცივილიზაციური ღერძი იყო. თუმცა საუკუნეების მანძილზე გარე ძალებისა და უცხო ტომელების შემოსევების გამო ეს ვრცელი ერთიანი ჩვენი ტომობრივი გაერთიანება დაიშალა და ფრაგმენტირდა. ტროა დაეცა, ეტრუსკები იგივე ტიროლელები ასიმილირდნენ, პელაზგები გაქრნენ და ასე შემდეგ. ხოლო ამ დიდი კულტურის ბოლო უსაფრთხო თავშესაფრად კავკასიის მიუვალი მთები და შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო იქცა. მიუხედავად იმისა, რომ იმპერიებმა ჩვენი გლობალური სამყარო დააქუცმაცეს, კავკასიამ შეძლო და ცოცხლად შემოინახა იმ გრანდიოზული ცივილიზაციის დამსხვრევები, რომელსაც ერთ დროს მთელი ანტიკური სამყარო მოწიწებით ეპყრობოდა, თუმცა მაინც მტრობდა და მითვისებას ლამობდა. ჩვენ ვართ სისხლისმიერად, ისტორიულად და ენობრივად ერთიანი. ანი დასაწყის ნიშნავს ერთი ერთობას. ჩვენ კოლხები, ჩვენივე ენით ვადასტურებთ, რომ ქართი, ერთობა და ღმერთი განუყოფელი ერთიანი წმინდა საწყისის ნაწილებია. მარიამ ღვთისმშობლის კვართი კოლხეთის გულშია, ხოლო უფლის კვართი იბერიის გულში. ვინც მარიამ ღვთისმშობელს და უფალს შორის ხელოვნური გამოგონილი საზღვრის გავლებას მოინდომებს, ის ომს გამოუცხადებს სამყაროს შემოქმედს. სამყაროს შემოქმედთან ომს ვერავინ მოიგებს. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ, უფალმა კეთილ გზაზე გატაროთ მუდამ.